ამერიკელმა სენატორმა რენდ პოლმა განაცხადა, რომ მისი აზრით პრეზიდენტი ტრამპი აბსოლუტურად მართალია, როდესაც სერიოზულად განიხილავს ნატოდან გამოსვლის შესაძლებლობას. მე მხარს ვუჭერ პრეზიდენტის საკონსტიტუციო უფლებამოსილებებს, რომლებსაც ითვალისწინებს მეორე მუხლი და რომლის თანახმად შესაძლებელია ნებისმიერი ხელშეკრულების დატოვება, მათ შორის ნატოს ხელშეკრულების სენატის თანხმობის გარეშე. კონგრესი შეეცადა ამის დაბლოკვას 2023 წლის ნაციონალური თავდაცვის შესახებ კანონში კენი რუბიოს შესწორებით, მაგრამ კონსტიტუცია პრეზიდენტს ანიჭებს აღმასრულებელ ძალაუფლებას, განაცხადა სენატორმა. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზემ ირანის ომით საწვავზე გამოწვეული მსოფლიო კრიზისის გამო მოქალაქეებს მოუწოდა გადაჯდნენ პირადი ტრანსპორტიდან საზოგადოებრივზე. თუკი უახლოეს კვირეებში გაქვთ საშუალება სამსახურში იაროთ მატარებლით, ავტობუსით ან ტრამვაით, გააკეთეთ ეს. ეს დაგვეხმარება შევქნათ მარაგები და დავზოგოთ საწვავი მათთვის, ვისაც არ აქვს არჩევანი და იძულებულია გადაადგილდეს ავტომობილით. ენერგეტიკის სფეროს ევროკომისარმა დენ იორგენსენმა ევროპა გააფრთხილა, რომ სიტუაცია ძალიან სერიოზულია და მოქალაქეებს მოუწოდა დაუბრუნდნენ პანდემიის დროინდელ წესებს. კერძოდ, იმუშაონ სახლიდან, ნაკლებად გადაადგილდნენ მანქანებით, შეამცირონ სიჩქარე გზატკეცილებზე. ამის მიზეზია ომი ირანში, რომელმაც გადაკეტა ჰორმუზის სრუტე და ჩამოშალა ენერგობაზარი. ბრიუსელი აღიარებს, რომ ხვალვე რომ მშვიდობამ დაისადგუროს, ნორმალური ცხოვრება მალე არ აღდგება. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2027 წლის 19 მარტამდე გაუხანგრძლივა ვადა ყაზახეთის გავლით რუსული ნავთობის ჩინეთში ტრანზიტზე თანხმობას. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა სააგენტო ბლუმბერგმა ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით. გერმანული გაზეთი ბერლინ ცაიტუნგი წერს, რომ უკრაინამ ვერ გაამართლა ევროკავშირის მოლოდინი და სულ უფრო ასოცირდება მაფიოზურ სტრუქტურასთან. სტატიაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, მაგრამ რეფორმები ვერ ხდება, ხოლო კორუფცია ხელს უშლის პროგრესს, რის გამოც ქვეყანა ჩამორჩა იმ მოლოდინს, რომელიც არსებობდა მის მიმართ, როგორც ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნისადმი. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, კიევმა წარმოუდგენელ პროგრესს მიაღწია. მეტიც, უკრაინა იმაზე სწრაფად და ფუნდამენტურად გარდაიქმნება, ვიდრე ნებისმიერი ქვეყანა მანამდე. ეს ისტორიული პროცესია, განაცხადა ევრობიუროკრატმა. მაგრამ რა მოუტანა უკრაინას ევროკავშირის მილიარდებმა რეალურად? კითხულობს სტატიის ავტორი და აღნიშნავს, რომ დამოუკიდებელი კვლევითი ინსტიტუტები და ანალიტიკური ცენტრები ბევრად კრიტიკულ შეფასებებს აკეთებენ უკრაინის ვითომ და ისტორიულ და წარმოუდგენელი პროგრესის შესახებ. ვენის საერთაშორისო ეკონომიკური შედარების ინსტიტუტი თებერვლის ანგარიში ასკვნის, რომ უკრაინამ, რომლის სახელმწიფო ბიუჯეტიც 2/3 შედგება დასავლელი გადასახადის გადამხდელების სუბსიდიებისგან, არ შეასრულა ევროკავშირის 10-ზე მეტი მოთხოვნა დაახლოების პროცესის ფარგლებში. ეს შეფასება ეფუძნება დამოუკიდებელი ანალიტიკური კონსორმაციის კვლევებს. მათი შეფასებით ჩარშან უკრაინის მთავრობამ ან დროულად არ შეასრულა ევროკავშირის მოთხოვნების საკვანძო სფეროები, ან საერთოდ არ შეასრულა. ეს უკრაინას უქმნის ისეთი სახელმწიფოს რეპუტაციას, რომელსაც დიდწილად მაფია მართავს. ამ ქვეყნის სისტემა პრაქტიკაში არ არის ორიენტირებული საერთო სიკეთეზე და მის სიმბოლოდ შეიძლება ჩაითვალოს ზელენსკის დიდი ხნის მეგობარი ტიმურ მინდიჩი. მინდიჩი ეჭვმიტანილია იმაში, რომ მოქმედებდა ტანდემში ენერგეტიკის ყოფილ მინისტრთან, ასევე სხვა თანამდებობის პირებთან ერთად, როგორც დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორი, რომელიც არსებითად გამდიდრდა ენერგეტიკული სექტორისთვის გაცემული დაფინანსებებით. მინდიჩს დღეს შეუძლია ტელევიზორში ძალიან მშვიდად ისრაელიდან ადევნოს თვალი მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას. ის ისრაელის მოქალაქეა და სწორედ იქ გაემგზავრა. ისრაელი პოსტსაბჭოთა კორუფციონერების საყვარელი თავშესაფარია. ის არ გასცემს თავის მოქალაქეებს იმ შემთხვევაშიც, თუ კი ისინი ძალიან მძიმე დანაშაულებისთვის არიან გასამართლებულები უცხოეთში. ამიტომ ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რომელსაც სულ უფრო ხშირად სვამენ მეზობელ ქვეყნებში, ჩეხეთში, სლოვაკეთსა და უნგრეთში. პასუხობს თუ არა ევროპელი გადასახადის გადამხდელების ინტერესებს ისეთი სახელმწიფოს გულუხვი სუბსიდირება, რომელიც კორუფციაშია ჩაფლული და დიდწილად არ მიისწრაფვის რეფორმისკენ, წერს გერმანული გამოცემა.